მოგესალმებით გაზმოტონებო და ბატონებო. მე კი მიცნობთ, ეს დავითი არის, დავით გააცანი შენ თავი ვინ ხარ, რას წარმოადგენ? მე ვარ ზურას, მეგობარი, ბავშვობიდან ერთად ვართ, ერთად გავიზარდეთ, ერთად ვისწავლეთ ბუნების სიყვარული, ერთად ვისწავლეთ ერისაკის სიყვარული და დღევანდელ დღეს პირველად ვარ ეს წინაშე, ზურას აუდიტორიას პირველად ვარ, მე დავითი არაცარიძე, ასიავნუა და ჩვენი გადაგვეცა ამ თემაში, კონტენტში და შეიძლება შემოგთავაზებთ ხოლმე ამ კაცის სახეს ამ ეკრანებზე, თუ თვითონ მომდება, რა თქმა უნდა. ცეცხლი დაღმართეთ უკვე ძალიან სიცივი იყო და გადაღება და რაღაცები, მაგიტო არ დაგვიწყია. მამკოდაში ვართ ამოსულები. კვირა დღეა ოჯახებიც არიან, ხმაური მედი არ შეგვაძუხებს, იმიტომ რომ მიკროფონი წამოვიდა. დღეს გვექნება უკრაინული ჯარის საკვების განხილვა ძირითადად რა ვიდეოში ნარსი ესეთი იქნება და ვნახოთ ერთად როგორ მოგვეწონება. მე ვარ როგორც დეგუსტატორი. მეც დეგუსტატორი ვარ, მე პირველად ვჭამ. არც მე ეძნა. ჯარის საჭმელი. მაინც ტესტავ თან უკრაინული ჯარის საჭმელს. ომიდან პირდაპირ ჩვენთვის სპეციალურად ექსკლუზიურად ჩამოვიდა. ნახოთ, რას ჭამდნენ უკრაინელები რო? რას ჭამენ ახლაც? რას ეს ჰამაკი წამოვიღეთ, მაგრამ არ მგონია რომ დავჭირდეთ. ეს ჩვენი პატარა გასაშლელი სკამი. დონიაზე სიმღერა უყვარს ძალიან ბატონ დავით. იყოს ესე. ნახე რა კომფორტულია ეს. მოდი აქ გვერდზე დამიტყ. ჯანსაღ ცხოვრებას უწევს მხოლოდ პროპაგანდას. და ამ დროს უნდა ამოიღო სიგარეტი. მოკლედ და მატივადო, რა გვაქვს აქ? სკლიად. გალეტი 50 გრამი. გალეტი რა? სუხარი უკრაინული არ ვიცი, რუსულად რუსულად წერია. არ წერია ძალიან რუსულად. მომენტი გიჩვენე. ამით რა თუ წერია. სუხარი, ეს პურებია ალბათ, ბორში ხორცით. კაშა. ძალიან ბევრი რაღაცაა. წონა აქ კილო და 800. ეს არის ერთი ჯარისკაცის დღიური ისა, რა ქვია, რა? გვაქვს მაისამდეა. 26 ხო. 1 მაისამდე. მელანელა რო ჭამოთ, კაროჩე არ გახუჭდება რა. ნამდვილად. მოდი გავხსნათ ჯობია. რამდენი თვე გამოდის, აბა, აგვისტოში არის დამზადებული, მაისამდე აქვს 7 თვე, ხო? ნახოთ. გავხსნათ. ეხლა ჩვენ რომელიღაც უკრაინელი ჯარისკაცის საკვებს ჯავთ. რომელიც შეიძლება, მაგრამ აქ საჭმელი სასწაული ქონდა. სხვადასხვა ვიკითხე მაგაზე რა, ვინც მომცა ეს ის და. საჭმელს ამას არ ჭამენ ესე იმათო რა. იქ ყიდულობენ ძროხებს იმას ადგილობრივებიდან, თუ სადმე უნდა დარჩენათ, ქირა რას იხდიან თუ იმაში. რა ქვია. იდვაც არ უნდა. როგორ არა, 80% თურმე ეგრე აკეთებს რა. მოდი ეხლა დავით. ეს არ ვიცი რა, კრეკერებია დიდი ალბათობით, მაგას მე გავხსნით. სუხარი. ამოვალაგეთ ყველაფერს. იმდენი ვიცი რომ სუხარი კი არ წამიგით, სუხარი. ეს არის კარტოფილიანის, ღორის და კარტოფილის ოვოჩამი არ ვიცი რა. ეს არის იგი, ორ კაცია ბიჭო გათვლით. თუ არა, ძალიან კარგი. თითოები. აქ გვაქვს დიდი თაფლი, მე მგონი. არა, ჯემი, ხო, ჯემი. სუხარიკები, პეჩენის პონტები. ყველაზე ძალიან ეს მეორე პეჩენის პონტი, ეგ რა, ყავა. ეს უნდა გავსინჯოთ. ეს უეჭველი უნდა გავსინჯოთ, ჭიქები გამოვიღე. ჩანგლებიც აქვს და კორძები. ეს არის იალოვიჩი პროდუქტი, კონსერვე, არ ვიცი.
ამაში თუ ხარიკებია ერთმა ჯარისკაცმა უნდა ჭამოს ალბათ სამჯერ, იმიტომ რომ მიდიოდოთ. ესენი არის უეჭველი შაქრები და პერიცა. ესენი არის შაქრები. ცუკორ რა. მარილია. შაქარია, კუბიკები. ეს პერიცია. ეგ ვიცი. ეს იქნება ვაგოდა, ანტისეპტიკი, ეს არ ამგონია. ხელსახოთი. ხო. ჩაი, მარიამი, გურიელი, არა, ეს არის კვალიტეა. მაგიდა არ გვაქვს, ამიტომ რაც აგვახვედრეს მამკოდაში. ხო, შესახოთები ესენი განსაკუთრებული ესეთი არაფერი, რა. ყველაფერი არის 3-3. ეს თაფლი და ესე ჩაქარი. ყველაფერია, ხო, დღიური 3-ჯერ ჭამაზე არის გათვლილი ძირითადად ყველაფერი, რა. მოდი დავხსნათ ახლა ეს რაღაცები, ხო? აუცილებლად. ყველაფერს უნდა მოყვებოდეს ისენი თავისი როა ცხელებს რა რაღაც უნდა გატეხო უეჭველი და უნდა ცხელდებოდეს და აი ეს პიჩენიები გვესმის გავიგე ეს ვერ გავიგე ამ დუღარე წყალში უნდა ჩადო თუ როგორ რა თუ შიგნით უნდა ჩაასხა მე მგონი ამებს ჩვენ ვერ შევჭამთ დღეს ხო ამას უნდა ქონდეს თავისი გასაცხელებელი წესი მოდი ჯერ ნახოთ ეს მშრალი კვებები რა მაგას ალბათ ფრეშია. დაჯექი სუხარიკი ყურები აქ თეთრი სუხარიკი ყურები კარდალა არ წამოვიღე სპეციალურად რომ მაინტერესებდა მაგნაირის ზედმეტი ინვენტარის გარეშე თუ შეიძლებოდა ამ ჯარის საჭმელის ჭამა და თურმე არ შეგიძლია რავი რაღაც ხო უნდა მოყოლოდა დავჩიჩივრები ხო სალფეთი მოაყოლეს ომში მაგრამ გასატეხი გასაცხელებელი რაღაც ხო უნდა გქონდეს ისიც მოკლედ თერმოსის გაფუჭება მოგვიწია წყლის ასადუღებლად იმიტომ რომ ამას არ მოყვა მაგას არაფერი ეგეთი რა ეს ძალიან ცუდია და ვიდრე თერმოსში წყალი ადუღდება მანამდე ცოტა გავისაუბროთ რამეზე უკვე ერთი მინუსი უპოვე რომ თავისი გადასატეხი რაღაც რაც შიგნით ადუღებს უნდა გქონდეს ეს რო არ აქვს ცუდია ძალიან დანარჩენს უკვე გემოზე ნახავთ შენ რას ფიქრობ ნახე თერმოსი გამილღებში კარდალა უნდა წამოვეღო ყველა პონჩი მაგრამ მოვსინჯე მათი ხო ნელა არ ეს წყალი ახლა ნახევარი ლიტრამდე არის და ახლობებით წესით ყველა ამ იმას უნდა იყოს კაროჩი რა რავი კიდე თუ სხვა რამე ჭირდება მაგას მოსამზადებლად რა სული ისეთი აქვს რომ გემრიელი იქნება ხო ბრინჯის ეს არის ბრინჯის ფლავივით რაღაც ხორცებია შიგნით მერეა კიდე ბორში მე ყველაფერს გავახსნათ თავები აურა კაი ცეცხლი დაანათემასა ახლა ერთ-ერთ ხრიკში წყალს ჩავასხავ და წყალიან პაკეტს დავდებ იმასთან რა ნახოთ აბა შეიძლება ესეც იყოს გამოსავალი ისინი გადაურჩება თუ არა და გაფუჭდება ერთი პაკეტი საჭმელი არა უშავს ჯერ ეს თუ გაკეთდა მეორე პაკეტი პრინციპით მე ვიმას ამას წარწერა არ უჩანს რამდენიმე ამას წარწერა ხო ესეთ ეს პაკეტი არ უნდა გაიწოს და უნდა გადაურჩეს სითხიანობას ნახოთ არა იხევა წებოებში იხევა ეს პრინციპი არ გამართლა მე მგონი პირდაპირ დუღარე წყალი უნდა ჩავასხათ შიგნით არ გამართლა ამ ხრი უკრაინის ჯარის მომარაგება ძალიან ცუდია ჩემო მეგობრებო ეს დავჭით მე მგონი შივრები იმიტომ რომ თერმოსში ჩასხმული წყალი არ მგონია ესე მალე ადუღო ვარიანტი არ დაგვიტოვეს თერმოსი გავაფუჭე წყალი ჩავასხით შიგნით გავაცხელეთ და ეხა ამებში ჩავუშვით ეს თბილი წყალი ადუღებული უნდა ყოფილიყო ეს თბილი თერმოსში ისეკა თუ რაც გააცხელე სულ ყველა რაც გავაცხელი აგერდებს ეს რაღაც ხარკია ხო
ფარში რა, არა, ბრინჯი და ქათმისისა. რა კაროჩი. ან გავიადინა იქნება ზუსტად არ ვიცი. ამდენი ტანჯვა თუ უწევს და მაგის დრო თუ აქ იმხავს რომ შუა რა ვიცი. არ ვაყენებ მაგათ ომს და იმას ურაცხყოფას და კაროჩი მარა რა ვიცი რა ასე ხორციანი როხის ხორცით არის თუ არ წევი გავიადინა ხორცი რა უფრო ქონებით კიდე კაი კოვზი მაინც წამოვიდეთ მოხარშულია გამზადებულია პროსტა შეცხელება უნდა უღარი წყალი ჭირდებოდა ესეთი თლიანი როხის სტრუქტურა გვაქვს თუ ღორის ოია მომენტ გემიელი არა ომში გამოდგა ომში ტყავის ჩექმებს ხარშავდნენ და ჭამდნენ ხოლმე ხალხი და ძაღლებს და კატებს და ამაზე უარს არ იტყვიან ამას ცივათა შეჭამდნენ დაჟე შეჭამ რეალიან ხორცია და მათხოვე წინ ოქინჯო გემიელი ნამდვილად მარილე ხო არ უნდა ისინი კარტოფილებია ვიჯო სასინჯე თორად ნაგახლა მოგინდა ისმან ბიძე დავითა გამიქცა აი ღორის წვნიანი კარტოფილით არ მოგვეწორა ეს არის ბრინჯი ბულიონი თათმის ხორცით ძალიან თულად მოსამზადებელი ახლა ყველაფერი და მთელი ატრიბუტი კატაფები და ქვაბები თუ ატარი ამის გასაკეთებლად რა ვიცი მასტერშეფში ხო არ არიან დებები არიან იმაში როქია ომში მეგონა რომ არ დამჭირდებოდა და ყველაფერს გემრიელად გავსინჯავდით მაგრამ ეხლა თერმოსიც კი ყავის ასადუღებლად ჭირდება რა სპეციალური პაკეტები არის გასახურებელი ერთში თუ ნაჩააგდო და ისე კეთდება არ ვიცი ეხლა სახელი ზუსტად გამიშინჯე მოგწეს ან უწეს უნდა გაშინჯო ეს ხო არ გაგიშინჯია ეგ მარტო ბრინჯია რა ბრინჯებს რა უნდა ხორციც არის და კათამი ხორცები ეგეთი კუსოკები ახლა მასში აგდია ორივე ერთად რო იყოს სუხარია ერთი პური გომო ის იყო ღორის ხორცი ეს არის ქათმის ხორცი ის იყო ღორის წვნიანი კარტოფილით ეგ არის ქათმის ბულიონისავით რა ანუ ცუდი გემო არ აქვს არა ცუდი გემო იმის გამო აქვს რომ არაფრის გემო არა ეს გავსინჯეთ ახლა ეს პეჩენიები რაღაც რა ბიჭო ომში არ ყოფილი ვარ შეიძლება ამაზე უარესია საჭმელის მაგრამ ეს მაგარი არ ვარ ნან მარილი ხომ უნდა კონდეს ან რაღაც ხომ უნდა კონდეს ამის გემო ხომ უნდა კონდეს რა ვიცი აგერ ისინი გამოდგება თევზზე და ლუდზე მისაყრდნ თუ დრო ექნებათ მე ომს რომ მორჩებიან ბოლოს არჩე ორი საჭმელი გავსინჯეთ ღორის წვნიანი კარტოფილით და ქათმის ბულიონი ღორის წვნიანი კარტოფილით კაპიკათ არ ვარგო და ქათმის ბულიონს რაღაცის გემო აქვს პროსტა მარილი ეგ ახლა გამოთ ცივი ბორში ყველაფერს ხონდა ერთი და იგივე გემო ბატონო სულიად აი ვარ აი ამ ნია ეჩენია ელა ხომ ერთი და იგივე მე გონია რომ ცოტა ისეთი ვიდეო გამოვიდა მაგრამ ჭამისურული და მე კარგა ვაფი ყველაფერს გემიდა თაფლი იქნება იმედია გემიდა ცოტა თაფლი ერთია არა ამ ბორს პროსტა არ გაგასინჯე ნუ თუ ვინა ინტერესპენჩი გასინჯე აგე ბრინჯის რაღაცა ნახეთ ჩემი თლიანი ქათამი აგდია ახლა რამ ხელა ხუცია კიდე კაი შენ ნაჭამი გამოხედით მე კიდე კაი მე ბევრს ვერ ვჭამ ყველაფერი პირველი მე გავსინჯე და ახლა შენ გარისკები
ამასაც გავიაზინის გემო. ყველა ეს და იგივე გემო ვაფშე ყველა. ამაგან ცოტა ანდელის გემო ვერ ვარ, ყურაგრეჩი ხარ. იმ კაცმა ვინც ეს მოთა მითხრა რომ თვითონ ამებს აჭამენ ადგილობრივი ნაკურდობენ საჭმელს რა. მე ხვდები რატო არ და. მეც მივხვდი ახლა რატო აჭამენ ამ. აგე ვისაც მოეწონა ძაღლი მოვიდა. მოდი. იმ ხალხს ვინა მიმართო კიდე თავის ქვეყნის ის რო ხალხებისთვის და საჭმელზე რო ფასუდებენ თქვენი დედაშებეთი მეც. და ბინაზე და კირაზე და რა ვიცი. ვისე გემდიედება მარტო ალბათ ეს საჭმელი რა. ელემენტარულია, კაროჩე რომ რავი ამ საჭმელს ახლა მთავრობა აკეთებს, ხო თუ რავი. შენი ქვეყნისთვის რო ადამიანი ომობს რაღაცა ნორმალური მაინც უნდა აჭამო, ცოტა ისეთი გემო რო ქონდეს, ან მარტივად გასამზადებელი, იმიტომ რომ ომშია და რა ვიცი, ახლა კუხნაში ტრიალის დრო თუ აქვს, მად ანუ იდეაში ეს გამზადებული იყო. ამას გამზადება არ ჭირდებოდა. შეთქობა და ის უნდა. არაფერი არ უნდა, როგორც მოვიტანეთ, ისე უნდა გვეჭა. არა, გაცხელება უნდა და ყველაფერს ცხელი წყალი უნდა გემასკა რა ჩაგესხა, მაგრამ ამერიკულ ჯარს მაგალითად აყოლებენ პაკეტებია სპეციალური, გადატეხავ შეგით რაღაცას, ჩააგდებ და თვითონ აცხელებს იმ პაკეტს რა, კაროჩე. იმზაებს, იქ აღარც ცეცხლის დანთება გჭირდება, აღარც კარდალის თრევა გჭირდება, აღარც წყლის დუღება გჭირდება. შენ თუ აქ ცეცხლიანთე და მტერს გააგებიეს, სად გაქვს ბანაკი და რავი, ყოველთვის ახლა სანგარში ჭამა და იმაში ჭამა არ მოგიწევს, ხო? რაღაცა სხვაგანაც მოგშივდება, კაროჩე და. რა ვიცი, ამდენი ატრიბუტიკა და ცეცხლის ანთებაც კი არ უნდა დაჭირვებოდა, ომის საჭმელს მე თუ მკითხავთ პირადად, რა ვიცი. ამ პიჩენიებს კიდე რაც შეეხება, ყველაზე უგემური რამეა, რაც კი ამისინჯობს ცხოვრებაში. ეს ის პიჩენია იქნება, ცეცხლი რო ეგიდებ. მოვსინჯოთ, არ გინდა? შეაგდება ერთსანი. მართლა დაეგიდა. ცეცხლის დასანთები ხო არა? შეგვეშა და უეჯველი. ეს არის ჯემი. ეს უნდა გამოწურო, აჰა, ალუბლის ჯემი. ჩვენ სტრუქტურა როგორია? თაფლი ძალიან მყარი სტრუქტურის არის. ეგეთი ის იქნება ესეც უეჯველი. კაი, ჰაერი ნახევარზე მეტია შეგით. ეს პიჩენიაზე წასასმელად არის, მე მგონი და აგემრიელებს იმ პიჩენიას. ვაფშე პიჩენიაზე მოვსინჯოთ. ცოტა კაი სუნი კი აქვს ეს რა. ეს პირველი რაღაცაა, რაც მოგეწონა. გავსინჯე და იმის გემო აქვს, ეს გემოც უნდა ქონდეს. მოდი ახლა გაჩსინჯე ამ პიჩენიასთან ერთად. გავიყოთ ეს. და გადეხავთ. ნაჯახი გადრე. აგობ ჩემი მართლა გაიჭი. ბიჩენის გარეშე ჯემი კაია. აი, რაღაცის გემო აქვს და ისი. პიჩენიას. ბიჩენიას არაფრის გემო არ აქვს, ვაფშე. არა, რაღაც თუდი გემო. რაღაც სიძველის. ყალი ადუღდა, თერმოსი, ყალი ადუღდა. მოდი. სანამ ყავა დავლი. ყავა დავლი. და მე ჩაი გავსინჯოთ კი. სუნი კაია თქმა უნდა. ზან შაქარი შენ. აგერ მე. ამას კიდე თაფლზე გადავუსვავთ ამაზე. თაფლს ვერ გადავუსვამ. რატო? განსია. პასავით არის. ესეც თუ თაფლია კიდე ზონა ფიჭა არის მოდავა. ხო გეუბნები, ნო რა ისეთი. აჰა. ესეც მე მგონი ადუღებულ წყალში უნდა გახსნას. ეს თაფლი არ არის, ეს არის შაქარი და რაღაცა ერთმანეთში. ბიჭო, ამ ტკბილ რაღაცებს სიტყვებს გემო მაინც აქვს. იმ რაღაცებს რაც ეხლა ვითომ საჭველები იყო. მას არაფრის გემო არ აქვს. ყავა კაი. ნორმალურია. კარგი არის. მე ნახირე გაიჩთა თავის წვრებთან ერთად. კადრი ჩაგვიშალა, მაგრამ არ აუჩავს. ბანკოდაში ასე ხდება. ჩაკაფული ხო არ გავაკეთე. უკრაინულ საჭმელო გავაწყო. თავის მამიცა გემო. ვაფშე ეს თაფლი ჩაიში იქნებოდა მაგა. მე მაგით ვარ ჩა.
ძაღლები რაღა გაჭამოთ, რა ვიცი. ჩაი არ გაგისტორდებათ, ხო? მაგარი ტიპები არიან. ყავა გამისტორდა. ესეთი არალამაზი ვიდეოების გადაღება ამ შეგია ხოლმე. გამთელობა. უარ კვდება. ალბათ ნახოთ. მოკვდა ზაღლუკა. მოკვდა ზაღლუკა. ამ ვიდეოს თავი იდეა ის რომ ძალიან მაინტერესებდა როგორი იქნებოდა ჯარისკვება. მით უმეტეს ახლა როცა გაგანია რუსეთ-უკრაინის ომია, აღარ არის ზღვა. აღარა მორჩა. ინაიდან განჩენ გაჩვენე და გავსინჯე. არაფერ მარიوارგა. ეს რაღაც მომენტში ახლა გამისტორდა, ნუ წაიღო. მაგრამ დანარჩენი აი შეიძლება ჩვენ მოვაზრდეთ არასწორად, მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე ომში არ ამგონია ვინმეს იქ მომზადების დრო კონდეს. და შეიძლება მაგას არ ფიქრობენ ზუსტად ეგენი და მაგით ვაკეთებენ ასე იმათ. უგულოდ ამ ყველაფერს რა. ბიჭო ეგრეთ იქნება ბაზარი არა, მაგრამ აი როცა გიწერია რომ ცხელი წყალი ჩაასხიო ინსტრუქციაში. საიდან მიჩალიჩო ეს ცხელი წყალი იქნება არც ცეცხლის დანთება შემიძლია იმას იმიტომ რომ რავი ეს რეგუნები პირდაპირ სად ვარ რა. ჩაი რაღაციელი არ იხსნება ბიჭო თაფლი. მოურია ეს თაფლი არ არის თქო გეუბნების ანუ სითხეებზე ყავთ ძირითადად უკრაინელი ჯარისკაცები კაროჩე რა და თკბილეუზე და სლატკი როიონები ბოლოს დაждებია ყავა კოფე რაღაც ბიჭო ეხა ძალიან უბრალოდ ლაპარაკობ რა რასაც ესენი აკეთებდა რაც ახლა ესენი ხალხს აჭმევენ დასაცინია დედოფლიცავად შეიძლება ჩვენ ქართული ჯარსაც არ აქვს უკეთესი კვება არ გამისინჯავს ჩვენ მაგასაც ვაპირებ მაგრამ ყველა ქვეყნის ის უნდა გავსინჯო ისე კვება რა ეგეთი ის უნდა შემოვიღო ხალხო კონტენტში ჩემი ვიდეოებში კონკრეტული რავი თვეში ერთხელ ორ თვეში ერთხელ ეგეთი იმას დაეთმობა ვიდეო რა თვითონ და სხვადასხვა ქვეყნის იმებს გამოვიწერ ან ჩემი შინაურები ვინც არიან ვისაც ხელი მეუწევათ ვეთქვი კაროჩე და ძალიან მაინტერესებს რა ის ვიღუპავს ხალხი თავს ჩაიკარია ამან გასურა მანას ისკბორო არ აქვს ამ სუხარს ეკდეხავ ესეც ნახიავა აჩა არჩი გავასაზღვრეთ უკრაინული ჯარისკაცები არა ვერ გავასაზღვრეთ რაც არის იმას ვიზახთ გაგვასაზღვრა დედას პიცა აუ ამას მაგარი ბანჯი გემო ჩაიშიც სვეჩ ჩაი გამიფუჭა короче 2 კილომდე არის ახლა ეს პაკეტი რასაც ატარებენ ეგენ და 100 გრამი იყო მარტო კარი 100 გრამი იყო 2 კილო და მართლა ცოტა ნორმალური რაღაცა ერთადერთი რამაც გაასწორა დღეს იყო უნებაში გამოსვლა ცოტა გადატვირთ იდეა კარგი იყო ახლა რომ ჩავალთ ქალაქში ისევე საქმე გვაქვს იდეა ვინაიდან და რადგანაც თვითონაც საჭმელზე რთული საკითხია რა ერთი მხრივ თუ შეხედავ საკვებია რომელიც აუცილებელი არის რა შეიძლება არაფრის გემო არ აქვს მაგრამ საკვებია ორგანიზმისთვის აუცილებელია შეიძლება აქვს ის დანამატები და ის კალორიები რაც ჯარისკაცისთვის საჭიროა იქ ახლა გემრიელზე ბიჭო საუბარი არის თავარია იყოს კალორიული არ მოგწამლოს და შეერმა არ დაიძინოს ჯარისკაცო ნახე მე რას ვამბობ ეგ ბაზარი არ არის მაგრამ როცა კაროჩე აი ამას კი არა როქშია და ომში ხარ ხო გეუნებით ხო იმას სმენია ძვლებიდან კატებს და ძაღლებს და ტყავის ჩექმებს ხარშავდნენ და კამრებს და ტყავის რო იყო და იმას ჭამდნენ კაროჩე ეგრე რომ მიუდგე მაგრამ როცა ეტიკეტს აწერ რაღაცას მე აქ ხალხთან კი არ მაქვს პრობლემა ამას რა აჭმევთ თქო ამას კი არა ქვა შეიძლება შეჭამოს ჯარისკაცმა როსია და ისედაც ადამიანი მე მაქვს პრობლემა ვინც ამას უშვებს იმასთან რა რავი კაროჩე ეტიკეტზე გიწერია რომ ცხელი წყალი ჭირდება ან აი წყალს იშოვის რაღაც მას გასაცხელებელი ანუ ცეცხლი თუ დავანთე და კარდალა თუ მოვიტანე და ამდენი დრო თუ მაქვს და ამდენი ტაფას და ქვაბების სტარების ისა
რა შეიძლება მეწარმომიდგენია ომის ხანარი რამე და ხანარი რაღაცა არ ვიცი არ ვარ ნამყოფი თუ ვწდები რამეში კიდე წინასწარ ბოდიში მაგრამ ეხლა ამ საკვებს რო ქონოდა სუნელები ყოფილიყო ბოლომდე მომზადებული არ ეკნებოდა ის 7-8 თვე ვადა შენახვის ვადა სუნელები არ მოსაუბარი თან ისეთ პირობებში უწევს ჭირდება ყველაფერს იმისთვის აქ რაც არის ატიკაძე წერია თვითონ რომ ცხელი ჭირდება ყველაფერს რომ გახდეს საჭმელ მდგომარეობაში გარჩა იმიტომ რომ ცივად როცა ცხიმს ჭამან ახლა რაც მგავიადინაში იყო ეუგ ორგანიზმისთვის წოდია უეჭველი გიწევს ამის გაცხელება და ისა რა ხოდა ის გასაცხელებელი საშუალება ადამიანს იმ ჯარისკაცს რომელიც ომშია და რავი რა დროს რატყვია დაეცემა იმ გაცხელებისთვის რომ ამდენი რამის ჩალჩი არ მოუწიოს ხო ესე ვერ გამოვა ყველა მამკოდაში ყვირას და მაგისთვის არ არის ეს ყველაფერი ხო შექმნილი თორე აქ სიგემრიელეზე არ არის საუბარი აქ არის როგორ გით პრაქტიკულობაზე საუბრობ ეხლა მე უფრო რა თორე გემო კიდე კაი ჩვენ შევაფასეთ ეხლა არ იყო იმიტომ რომ სახლიდან მოდიეთ და სახლში ვიცით წავალ ხოდა იავი მე პრაქტიკულობაზე მაქვს პრობლემა რა ეს საკვები იგზავნება ძირითადად იმაში რა სანგრები სადაც აქვს რა სადაც დაჯგუფებულები არიან და იქიდან ნაწილდება მე მაგრამ მდგომარეობა თვითონ განსხვავებული საკვები არ მიაქვს არსად როგორც მითხრა იმ კაცმა ყიდულობენ ქირაობენ დაჟე სახლებს რო შევიდნენ და ღამე გაათქიმ ხოლმე შიგნით რა და იმ ხალხთანაც მაქვს ძალიან დიდი ისა ამიდეოს ძალიან კრიტიკული ვარ მაგრამ პრეტენზია რავი შენი ქვეყნისთვის რომ კაცი იბრძვის და ფრონტთან ახლოს სახლი გას იმის მაგივრად რომ პირიქით ყველაზე პირველი შენ სახლს იცავს ის და არა ცენტრში რაღაც დედაქალაქში ვიღაცის სახლი არანაირი ფასი არ უნდა დაუწესო ადამიანმა იმისთვის რომ შიგნით ღამე გაათიოს პირიქით თუ რამე საშუალება გექნება უნდა დაეხმარო და ვერჩი ამოუდგე რა 80%-ო თან ესე მითხრა რომ ძალიან არანაღვლებს იმ ხალხის მდგომარეობა და იცავს თუ არ იცავს რომ ისინი ისევე თავის შემოსავალზე ფიქრობენ და ასეთი ხალხისთვის ჩემი აზრით არ ზღვის ბრძოლა რა პროსტა იმათმა რა თქმა მარტო ასეთი ხალხი არ არის ქვეყანაში იმათი ოჯახებია და სხვა ნორმალური და კარგად ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანებიც არის ძალიან ცუდი შეფასება დაუწეროთ არ ვიცი ახლა მას ვინ ამზადებს ვინც ამას აკეთებს იმ ხალხსაც ცუდი შეფასება ვინც ამ ჯარისკაცებს ფულს ახდევიებს თუნდაც საჭმელში და ამის გასათევში და იმ ჯარისკაცებს ვინც იქ ომობს მართლა თავისი ქვეყნის გულზე ან თუნდაც მეზობელი ქვეყნის გულზე ჩვენი ბიჭებიც ბევრი არიან წასვლები კიდე სახში დაბრუნებას უსურვებ ჯანმრთელად ვინც ვეღარ მოახერხა უკვე დაბრუნება კიდე სადაც არიან იქ მარადიულ სასופველს ჩაითი ვამთავრებთ საღამოს ავიბარგებით ნელა-ნელა ჩემი აზრით დღევანდელი საღამო უბრალოდ ქალაქიდან გამოსვლა იყო ჩვენთვის ჩემთვისაც რეალური ყველაზე რეალური ვიდეო იყო ეს რაც კი გადაბერია ვერგოც მომავალ შეხვედრამდე მეგობრებო დღევანდელი დღე ცირედი მაინც გავიგეთ გავარკვიეთ რა ხდებოდა უკრაინაში როგორ მოვიდა დღევანდელ დღემდე უკრაინა ძალიან გაკვირვებული კი ვართ მაგრამ დაფიქსირებულა ისტორიაში ესეთი მომენტები სადაც სპეციალურად შექონდათ ცუდი მოწამლული საკვები რომ მტერს წაერთმია ის საკვები და მტერი მოწამლული იყო შეიძლება ჩვენ არ აღმოჩნდებით ახლა მტერი და ტაქტიკის ფერპლი ხო თან ისეთ ადგილზე ვართ ვერავის ასტეროიდები რა გეშვიდობებით ჩვენ მაყურებელო შევხვდებით შემდეგში მართლა კარგი საინტერესო და ლამაზი ვიდეოებით აუცილებლად ესეთი აღარ იქნება გვიდები